ქალბატონო ეკა 26 ოქტომბრის შემდეგ ყველასათვის ცნობილია ხო რომ ოპოზიცია არ შემოვიდა საქართველოს პარლამენტში მათი განცხადებით ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური რომ იქ ოპოზიცია არ იმყოფება თუ არ ჩართულით ხალხის ძალას რომელიც მაინც ქართული ოცნების წიაღიდან არის ხო წამოსული რამდენად ქმნის ეს პრობლემას რომ დღეს ოპოზიციის ის ნაწილი რომელიც არ შემოდის საქართველოს პარლამენტში რამდენად ქმნის საერთო ჯამში პრობლემას ქვეყნისთვის ქვეყნისთვის ეს პრობლემას არ ქმნის არანაირად მე ვიტყოდი იმიტომ რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ცნო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ რომელიც ამ საკითხებს აფასებს ეს არის EUTHODIR-ის დასკვნა ასე რომ სავსებით ლეგიტიმურია ის ფაქტი რომ არ შემოდიან და ამით რა მიაკლდება პოლიტიკურ პროცესებს ვერ დავადასტურებ იმიტომ რომ ჩვენ როდესაც წინამოწვევის პარლამენტში საქმიანობდით ოპოზიციის მხრიდან იყო აბსოლუტურად აი ერთი თუ ორი შემთხვევა მახსენდება ეს იყო ერთადერთი გირჩი რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებში ვერც გავიდა ანუ ვერ გადალახა ის ზღვარი რომელიც ასე თუ ისე ჩაერთო ერთი თუ ორი კანონპროექტის განხილვაში ისინი როგორც წესი საპარლამენტო ტრიბუნას იყენებდნენ დესტრუქციისათვის მავნებლური და ცილისწავლებრივი განცხადებების გავრცელებისათვის ასე რომ კანონშემოქმედებით პროცესს არაფერი არ აკლია მათი არ ყოფნით პარლამენტში ერთადერთი მე რაც ვფიქრობ რის გამოც არის ცუდი ის რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში ეს არის იმ ამომრჩევლების იმედების გაცრუება რომელთაც მათ მისცეს ხმას და რომლებიც იმედოვნებდნენ რომ მათი ინტერესები უნდა დაეცვა ამ ხალხს პარლამენტში თუმცა ეს არის ცუდი უბრალოდ ასე ვთქვათ დემოკრატიული წარმომადგენლობითობის თვალსაზრისით ანუ არ არის დაცული მოსახლეობის იმ ნაწილის ხმა თუმცა მეორეს მხრივ რომც იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი მე ძალიან ეჭვმეპარება რომ ისინი იცავდნენ მოსახლეობის აი ამ ნაწილის ინტერესებს რომლებაც მათ მისცეს ხმას ისინი უფრო საკუთარი დღის წესრიგს მისდევენ და ეს საკუთარი დღის წესრიგი არის ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობა რომელიც კოორდინირებულია საზღვარგარეთიდან